სანამ მე საუკუნის ლიტერატურაზე გადავიდეთ, მინდოდა რომ ორივე სიტყვა გვეთქვა ვიონის შესახებ, რომელიც შუა საუკუნეების ასე ვთქვათ პერიოდის პოეტია. შუა საუკუნეების შემოქმედებიდან დღესდღეობით ალბათ ასე ვთქვათ ყველაზე მეტად ფრანსუა ვიონის პოეზია იკითხება. თქვენ ეკრანზე ხედავთ François de Montgorbier di Villon, ანუ მისი ნამდვილი სახელი დაგვარი François de Montgorbier, რომელსაც ვიონს უწოდებდნენ, ანუ ვიონის სახელით იყო ცნობილი. ის დაიბადა 1421 წელს პარიჟში და მისი კვალი 1463 წლის შემდეგ უკვე დაკარგული, ანუ ამ პერიოდის შემდეგ აღარ იციან რა ეწია მას, ასე ვთქვათ. ასე ვთქვათ, ფრანსუა ვიონის პოეზია ფაქტობრივად საუკუნეების სხვა ვთქვათ ლიტერატურულ ნაწარმოებთან შედარებით მართლაც რომ თითქოს ყველაზე უფრო მეტად აქტუალურია. ანუ თითქოს შეიძლება ითქვას რომ ის ახლაც კი თანამედროვეა. შესაძლოა მასზე ასეთი შეხედულება ავტორის ინდივიდუალობით ის განპირობებული, ვიონმა შეძლო ფაქტობრივად იმ დროს არსებული მისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილის მოთხოვნილებებისთვის და ჩარჩოებისთვის გადაერჯებინა. და ფაქტობრივად ვიონი ითვლება ინდივიდუალისტური ლირიკის წინამორბედად, სადაც ასე ვთქვათ წინ პლანზე პოეტის ინდივიდუალობა წამოწეული. თქვენ ხედავთ ეკრანზე, ეს არის ვიონის ასე ვთქვათ ყველაზე უფრო ადრინდელ გამოცემაში ვიონის პორტრეტი. რაც შეიძლება ითქვას ფრანსუა ვიონზე 1445 წელს, მას ასე ვთქვათ დიდი პერიპეტიები თავზე ცხოვრება ჰქონდა და 1450 წელს ის ბრალდებული იქნება, ეჭვმიტანილი იქნება ბერის მკვლელობაში და ეჭვმიტანილი ასე ვთქვათ გარეული იქნება ბერის მკვლელობაში და ის იძულებულია რომ პარიზი დატოვოს. მომდევნო წელს მას ეს დანაშაული ეპატიება და ის ბრუნდება პარიზში, სადაც მაინც კვლავ კიდევ ერთ საფრთხეა გარეული და პარიზის ასე ვთქვათ პარიზში შობის ღამეს ნავარის კოლეჯის გაკვდვაში მონაწილეობს. ვიონი კვლავ იძულებულია რომ დატოვოს პარიზი, ანუ იძულებულია გაიქცეს პარიზიდან და ცნობილია რომ 1461-1462 წლებში ვიონი დაწერს თავის მნიშვნელოვან ნაწარმოებს, რომელიც ცნობილია ანდერძის სახელწოდებით ლუტის დამო. პარიზში დაბრუნებისას მას ქურდობისთვის დაიჭერენ და სიკვდილს მიუძღიან, უფრო კონკრეტულად კი ჩამოხრჩობას, ანუ ჩამოხრჩობის თემა ჩვენ მე ვნახავთ სემინარებზე საკმაოდ ასე ვთქვათ ბევრ მეორდება მის შემოქმედებაში. 1463 წელს ეს ვერდიქტი გაუქმებული იქნება და მისი პარიზიდან 10 წლით გაძევებით შეიცვლება. სწორედ ამ პერიოდის შემდეგ უკვე აღარ არის ცნობილი თუ რა ბედი ეწია მას, ანუ ამის შემდეგ უკვე მისი ცხოვრების შესახებ არანაირი კვალი აღარ მოიძებნება, ანუ აღარ არის ცნობები. კიდევ აღსანიშნავია ის, რომ მისი ნაწარმოებები პირველად მხოლოდ და მხოლოდ 1489 წელს გამოქვეყნდება. რაც შეეხება ვიონის შემოქმედება ძალიან მოკლედ მითქვას, ესე იგი ვიონს დაწერილი აქვს ნახავთ სხვადასხვანაირი ტრანსკრიფციით, რომელსაც პატარა ანდერძს უწოდებენ და დაწერილი აქვს ლუტის დამო, ანუ ანდერძი, რომელსაც დიდ ანდერძს უწოდებენ. ამას გარდა მას მრავალი ლექსი აქვს შექმნილი, რომელთა დიდი ნაწილი წარმოადგენს ბალადს. ბალადა ეს არის სტროფიანი ლექსი, რომელიც ერთი და იგივე სტროფით ფუძდება. თავდაპირველად მეოთხე სტროფი ფაკულტატიური იყო, ანუ ასე არჩევითი, ნებაყოფლობითი და შემდეგ კი მისი ხმარება
წერილობა უკვე ტრადიციად გადაიქცა. მას შესაძამე ბალადა მას დაწერილი აქვს, ასე ვთქვათ, მისი შემოქმედების დიდი ნაწილი, აგრეთვე პოეზიის დიდი ნაწილი ბალადას წარმოადგენს. რაც შეეხება ანდერძს, ის 2000 სტროფისგან შედგება და 2000 სტროფისგან შედგება. ზოგადი ფონი საკმაოდ ტრაგიკულია, ანუ ასე ვთქვათ, საკმაოდ ისეთ სიკვდილის თემას საკმაოდ ტრაგიკულ თემებს ეხება. 30 წლის ასაკში ვიონი განვლილი ცხოვრების შესახებ ფაქტიურად თითქოს დაფიქრდება მთელ მის შემოქმედებას გასდევს ეს თვალსაზრისი, ანუ დაფიქრება მისი განვლილი ცხოვრების შესახებ, თუმცა კი ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდაა. თავდაპირველად პოეტი ინანიებს მის მიერ ჩადენილ სხვადასხვა დანაშაულს და ადანაშაულებს იმათ, ვინც მას ცუდად მოეც ცხოვრების მანძილზე და ყველაფერთან ერთად ის გამოხატავს სიკვდილისადმი შიშს, ანუ ეს სიკვდილისადმი შიშის თემაც აგრეთვე საკმაოდ მძაფრად არის მის შემოქმედებაში აღქმული. პოემა აგებულია 186 ჯგუფის 8 ოქტოსილაბზე დაყრდნობით. მას სხვადასხვა პოეტური ფორმა გვხვდება, როგორც მაგალითად ყველაზე უფრო ცნობილი ბალადა, ეს არის ბალადა წასული დროის ქალბატონების შესახებ, რომელსაც ჩვენ ნახავთ ლექციის ბოლოს. პოემის ტონალობაც არის სხვადასხვანაირი. სიმძიმეს და სიმძაფრეს შესაძლოა ცვლიდეს სარკასტული ტონი. ანუ როგორც ვთქვათ, მაგალითად სიკვდილის თემა, ეს რაღაცა მძიმე ფონი რაღაც მომენტში მის პოეზიაში იცვლება უეცრად სრულიად განსხვავებულ ტონალობაში გადადის. ეს არის სარკასმი და ზოგჯერ კიდევ გვხვდება ლირიული ინტონაციაც, თუმცა რა თქმა უნდა უფრო იშვიათად. ვიონის შემოქმედება აგრეთვე მოიცავს 16 სხვა ლექსს, რომელთა შორის ძირითადად ბალადებია. ვიონის პოეზია შეიძლება, ასე ვთქვათ, პოეზიაში შესაძლოა გამოვყოთ 4 ძირითადი თემატიკა და ეს 4 სხვადასხვა თემატიკა არის ერთის მხრივ სიამოვნების მიღების წყურვილი. ანუ პოეტი განიცდის, რომ ღარიბ ადამიანად დაიბადა, ანუ მას არ მიეცა საშუალება, რომ მდიდარ ოჯახში დაბადებულიყო და სწორედ ამის გამო მას არ მიეცა, ასე ვთქვათ, საშუალება, ან ბევრ რამეზე მას ხელი არ მიუწვდება. მაშინ, როდესაც მდიდრები, მდიდართა ფენა სიამოვნებით და ნეტარებით აღსავსე ცხოვრობს და მათ ფაქტიურად არანაირი პრობლემა არ აწუხებთ. გაადვილებული ცხოვრებისადმი უბოლვა, ანუ აი ეს ხაზი, ასე ვთქვათ, მოხატული არის ალბათ ყველაზე მეტად ანდერძში. მეორე თემა, რომელსაც თქვენ შეხვდებით ვიონის პოეზიაში, ეს არის სიკვდილის თემის მუდმივი თანამდებობა. სიკვდილს ყველაფერი მიაქვს, ზოგადად ერთად გარდა იმისა, რომ მას ყველაფერი თან მიაქვს, ის წარმოადგენს უცნობ და შემაშფოთებელ სამყაროს. მესამე თემა, რომელსაც გამოვყოფდით, ეს არის რელიგიურობა. ანუ მიუხედავად საკმაოდ არეული ცხოვრების წესისა, ვიონი თითქოს არასოდეს არ კარგავს რწმენას და ბოლო თემა, რომელსაც გავამახვილებდით ყურადღებას, ეს არის ალობლის მიმართ დანაგრნობა. ანუ ვიონს ტანჯვა, რაც მას ცხოვრების მანძილზე სისხლში შეხვდა, ადამიანებისადმი ფრთილად განწყობა მოუტანა. ანუ ინდივიდუალური ტანჯვა ადამიანთა მის უნივერსალურ ტანჯვას უერთდება ფაქტიურად, თუ შეიძლება ასე ითქვას მის პოეზიაში. ვიონის წერის სტილი, ანუ მის მანერას რაც შეეხება, მისი შემოქმედება არის ალეგორიულობით გაჟღენილი, თუმცა მან პოეტს მაინც ხელი არ შეუშალა იმაში, უმეტეს შემთხვევაში თავის ლექსებში ეხმარა მე, ანუ ასე ვთქვათ, ეს მე ძალიან ხშირად ხვდება და ამით ინდივიდუალური ლირიკისთვის ჩაეყარა საფუძველი, რაც ამ პერიოდისთვის, ასე ვთქვათ, შუა საუკუნეებისთვის, სწორედაც რომ ძალიან
ბოლოს მინდა რომ წავიკითხოთ, ეს არის მისი ლექსი, ცნობილი ლექსი balade des dames du temps jadis, რომელიც ძველ ფრანგულად არის, ხედავთ თქვენ ეკრანზე. Dites-moi où, en quel pays effleura la belle romaine Archibiade née Thaïs qui fut sa cousine germaine. Écho parlant en grand bruit, on mène dessus rivière ou sous étang qui beauté eut trop plus qu'humaine, mais où sont les neiges d'antan? და შემდეგ აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეკრანზე ქართული თარგმანი ამ ლექსზე, რომელიც გადათარგმნა პავი გეგეჭმა. უფრო ვრცლად ვიონის პოეზიაზე განვაგრძობთ სემინარს.